თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია დღეს ისევ ცდილობდა თბილისის მერიაში შესვლას. მასთან მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომლებიც ახდნენ. მელია ამტკიცებს, რომ ეს ხალხი დავით ნარმანიან პოსტებიდან პოლიტიკური ნიშნით დაითხოვა. მელიას მორიგიც და დღესაც წარუმატებელი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ დავით ნარმანიას მიღების საათები ორშაბათობით აქვს. ნიკა მელია თბილისის მერიაში შესვლას გათავისუფლებულ თანამშრომლებთან ერთად ითხოვდა. შენობაში შესვლის მცდელობას დაცვის თანამშრომლებთან შელაპარაკება მოხდა. მოგვიანებით მერობის ყოფილმა კანდიდატმა განმარტა, რომ დედაქალაქის მთავრობასთან შეხვედრა და ნეპოტიზმსა და პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბარი 5 კაციან საინიციატივო ჯგუფს უდგა. და გადაიდოს საატესტაციო პროცესი, სანამ გამოძიება არ დასრულდება. იმიტომ რომ შეუძლებელია ბატონი მარგიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდეს ამ ფონზე ვისაც უკვე ცვლილებები გვაქვს რეალურად როგორ ახორციელებს ზედმეტად საატესტაციო პროცესი. საინიციატივო ჯგუფის წევრთა განცხადებით სურდათ მერის ხელმძღვანელობისგან მიეღოთ პასუხი კითხვაზე, რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან უკანონოდ თანამშრომელთა ნაწილი. მათ საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მარგიშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერება და გამოძიების დაწყებაც მოითხოვეს. მერის მოადგილე ვიცე-მერი პროფესორად ალექსანდრე მარგიშვილი, რომელიც დანიშნული არის ამ უკანონო ატესტაციის საწყობელი ატესტაციის ხელმძღვანელად. მას უნდა შეუჩერდეს უფლებამოსილება. მეტიც მოითხოვოს პასუხი იმ თავმჯდომარე უზრდელური და ცინიკური განცხადებებისთვის, რომელსაც ის აძლევს თავის უფლებას და აკეთებს საჯაროდ. ნებისმიერი თანამდებობის პირით უნდა დაბალი რანგი ჩამოვიდოდა და უბრალოდ იკითხავდა მათთვის თავაზიანობის ნიშნად ბაეთო რამ შეგატუხათ რატომ მოხვედით. მერიასთან გამართული აქციის მონაწილეები საატესტაციო პირობების უხეშ დარღვევაზე საუბრობდნენ. მათი მტკიცებით, მერიის მაღალჩინოსნებმა საგამოცდო ტესტები მათთვის სასურველ კანდიდატებს წინასწარ გამოცდებამდე დაურიგეს. აქციის მონაწილეები ეჭვის თვალით უყურებენ იმ ვერსიასაც, რომ საგამოცდო ტესტები საჯარო სამსახურის საიტებზე ისედაც ყველასთვის ხელმისაწვდომია. ტესტები ალაპარაკი საჯარო ტესტები შეიძლება იყოს ამდენნაირი ტესტები, მაგრამ ამ ადამიანს უნდა სავარაუდო დიდი ალბათობით ის ტესტები, რომლებიც უნდა იყოს იმ კონკრეტულ გამოსვლაზე. ამაში უნდა დიდი განსხვავება და გარდა ამისა, თუ ესეთი ტესტები თუნდაც სავარჯიშო დაურიგეს თანამშრომლებს, მაშინ უნდა ყველა თანამშრომლებს, როგორ შეიძლება 80-ისა და 80 არ მის ეს რა ნორმალია. მოსამსახურეებს უშვებენ სამსახურებიდან და ეს არ უნდა იყოს. აქ პარტიულობა არაფერს შუაში არ არის. ამიტომ თუ ის შეესაბამება თავის სამსახურს, უნდა მუშაობდეს. არავით არის აქ იმის მამიდაშვილია, იმის ბიძაშვილია, ამით არ უნდა განისაზღვრებოდეს. აქციის მონაწილეებს დღეს მერიიდან არავინ გამოხმაურებია. განცხადება მედიისთვის მოგვიანებით ვიცე-მერმა და საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მარგიშვილმა გააკეთა. მისი განცხადებით ნაციონალური მოძრაობა აქციებს არეულობის შექმნის მიზნით მართავს. ალექსანდრე მარგიშვილი ტესტების წინასწარ დარიგების საკითხსაც გამოეხმაურა. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაგზავნა ნიმუში იმისათვის, რომ ხელმძღვანელობა გაცნობოდა თუ როგორი სახის კითხვები იქნება. ეს არ არის ის კითხვები, რომელიც ტესტირების დროს იმ თანმიმდევრობით და ზუსტად იმ ფორმულირებით ექნება თანამშრომელს. ეს იყო მენეჯმენტისთვის, ნებისმიერ თანამშრომელს აქვს უფლება, რომ მოითხოვოს, რომ გაეცნოს ამ ნიმუშს და არანაირი პრობლემა მაგაში არ არის. მეცაც გეტყვით, შეუძლიათ არა მხოლოდ მერის ხელმძღვანელობისგან მოითხოვონ, შეუძლიათ თვითონ საგამოცდო ცენტრის საიტზე ნახონ, იგივე დუშეთის გამგეობის საიტზე ნახონ. როგორც მერიაში აცხადებენ, აქციის მონაწილეებთან შეხვედრა დღეს იმის გამო არ შედგა, რომ პარალელურად შენობაში დედაქალაქის მთავრობის ხდომა მიმდინარეობდა, თუმცა ვიცე-მერის თქმით პროვოკატორებთან შეხვედრას ისედაც არ აპირებდნენ. ნიკა მელიამ და მერიიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა უკანონო ატესტაციის შესწავლის მოთხოვნით შემდეგი აქცია პროკურატურასთან დაანონსეს.